ეფექტურად სტრესის მართვის რამდენიმე ტექნიკა არსებობს. ყველაზე ღირებული და განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არის სუნთქვითი ტექნიკები. რაც ყველაზე ეფექტურია. თითქოს არაფერი, მაგრამ ის რეალურად ძალიან კარგად მუშაობს. იმიტომ რომ ვინც დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება, მაშინ როდესაც სამყარო გვეუბნება, რომ არეულობაა და ჩვენი შინაგანი მდგომარეობა მყარდება ამ სუნთქვითი ვარჯიშებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ გარეთ არსებულ ქაოსს შინაგანი სიმშვიდით უპასუხოთ და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე არ შევცვალოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ეს არის ზუსტად სტრესის მართვა. პირველი რაც ყველაზე ეფექტურია, მართლაც არის სუნთქვითი ვარჯიშები. 7 წყნარი სუნთქვითი ვარჯიშები. შეგიძლიათ გააკეთოთ ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით და ამოსუნთქვა პირით. ძალიან ხშირია ხოლმე სამსახურების მხრიდან მოთხოვნა იმ პასუხისმგებლობაზე მეტისა, რაც ზოგადად გვაკისრია. ან გვაქვს. შესაბამისად, აქედანაც გამომდინარეობს ხშირად ჩვენი სტრესი. იმ შემთხვევაში თუ გარკვეული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობები და მოვალეობები და ზედმეტ დავალებებს არავისგან არ ვიღებთ, უფრო მსუბუქია ჩვენი მუშაობა და ყოფაც. თუ შეეჩვევით იმას, რომ აკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე გაქვთ, ამ შემთხვევაში თქვენი სტრესის დონე შესაძლებელია გაიზარდოს, იმიტომ რომ ვერ უპასუხოთ თქვენ ენერგიამ, რაც გაქვთ, ვერ უპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც თქვენ იქნებით. რაც შეეხება ზოგადად სოციალურ ფონს და საზოგადოებაში მიმდინარე სტრესულ მოვლენებს, ან ზოგადად ფონს. თუ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რაც არის არასტაბილური და საფრთხე ექმნება თქვენ სიცოცხლეს ან თქვენს ჯანმრთელობას და ასე შემდეგ, ყველაზე მეტად რაც გმართებთ არის ის, რომ ეცადოთ მაქსიმალურად ცივი გონებით გაანალიზოთ ყველაფერი, რაც მოგეხმარებათ თავის დაცვაში, გადარჩენაში და სუნთქვითი ვარჯიშები აქაც ძალიან ეფექტურია.